ეხლა გადავდივართ მთავარ ამბავზე. ისრაელმა, ლიბანმა და შეერთებულმა შტატებმა ახლახან ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას ვაშინგტონში და ეს აღიქმება როგორც პირველი რეალური ნაბიჯი იმისკენ, რომ საბოლოოდ შეიძლება მშვიდობის შეთანხმება გაფორმდეს ორ ქვეყანას შორის, რომლებიც 10 წლეუნები აომობენ. აი რას შეიცავს ეს შეთანხმება? ისრაელი უკან დაიხევს სამხრეთ ლიბანში მდებარე ორ მცირე ტერიტორიიდან, რომლებიც ბუფერული ზონის მიღმაა და ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობს, რომ ამ ტერიტორიებს სამხედრო თვალსაზრისით მაინც ასჭირდება. ლიბანის არმია შევა ამ ტერიტორიებზე, შემდეგ კი აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნება სამხედრო კოორდინაციის ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს შეთანხმების შესრულებას. და ამას გარდა ვაშინგტონი გამოყოფს $100 მილიონ ჰუმანიტარული დახმარებისთვის და $30 მილიონ ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. და რაც მთავარია, შეთანხმება ქმნის პროცესს, რომლის მიზანით საბოლოოდ ჰეზბოლას განიარაღებაა, ხოლო ისრაელის შემდგომი გასვლა ამ მიმართულებით მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თავად უწოდებს ამას დასაწყისის დასაწყისს. ჰეზბოლა შეთანხმების მხარე არ არის და უკვე აცხადებს, რომ ლიბანი ვერ შეძლებს მის შესრულებას სამოქალაქო ომის დაწყების გარეშე. და როგორც ჩანს, ხელმოწერის ცერემონიაზე მონაწილე სამი მხარე სამ სრულიად განსხვავებულ შეთანხმებებზე საუბრობდნენ. ეხლა ჩვენთან ერთად ამ ყველაფრის გასაშიფრად არიან დავით დაუდი, დემოკრატიის დაცვის ფონდის უფროსი მკვლევარი და გადამდგარი მაიორი შადი ხალილი, ყოფილი ისრაელის თავდაცვის ძალების უსაფრთხოების ზონის ოფიცერი სამხრეთ ლიბანში, რომელიც ამ ტერიტორიას თითქმის ყველაზე უკეთ იცნობს. ბატონებო, მოგესალმებით. დავით, პირველ რიგში თქვენთან მინდა მივმართო, თქვენ უყურეთ იმ პრესკონფერენციას და თქვით, რომ რუბიო, ლიბანის ელჩი და სხვები სრულიად განსხვავებულ რამეებს ამბობდნენ. გაგვიხსენით ზუსტად რას ნიშნავს ეს, რადგან თუ სამივე მხარე ვერ თანხმდება იმაზე, რაც ახლახან მოაწერეს ხელი, მაშინ რეალურად რას მოაწერეს ხელი? მადლობა რომ დამპატიშეთ. საქმე იმაში არ არის, რომ ისინი ვერ თანხმდებიან იმაზე, რასაც ხელი მოაწერეს. შეთანხმება არის შეთანხმება და ისრაელის, ლიბანისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა თავიანთი სახელები დააწერეს მას. ის თუ როგორ ჩაატარეს პრესკონფერენცია, მიანიშნებს, რომ რაღაცა სხვა ხდება. ლიბანის ელჩმა უარი თქვა ისრაელის სახელწოდების აღიარებაზე. უარი თქვა თვალი გაესწორებინა თავის ისრაელელ კოლეგასთან და უარი თქვა ისრაელის სახელმწიფოს რომელიმე შეშფოთების აღიარებაზეც კი. და ეს ნაწილი ნამდვილად არ მიგვერს ლიბანის წარმომადგენლისგან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მან თავის განცხადებაში არ ახსენა არასახელმწიფოებრივი ჯგუფები, რაც განსხვავდება ჩარჩო შეთანხმებისგან. ანუ ჰეზბოლა არ იყო ნახსენები და მოთხოვნა, რომელიც იქნა წამოყენებული, ანუ ის, რაც მან თქვა, რომ ეს ჩარჩო შეთანხმება ხელი უნდა შეეწყო, იყო ლიბანელი მცხოვრებლების დაბრუნება სამხრეთ ლიბანში, რაც ჰეზბოლას მოთხოვნა. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ ეს უბრალოდ საუბარია. ეს უბრალოდ დიპლომატიური საუბარია. მაგრამ თუ ლიბანელი ოფიციალური პირები არ არიან მზად, ან ვერ ახერხებენ ვაშინგტონში იმასაც კი თქვან, რომ ეს არის ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ჰეზბოლას დაშლას. მაშინ მე ვშიშობ, რომ მათ არ ექნებათ სურვილი მიიღონ ეს ზომები საკუთარ ქვეყანაში. განსაკუთრებით როცა ვუყურებთ პრეზიდენტ ოლანდს და პრემიერ-მინისტრ ნოა სალამს, რომლებზეც დიდი იმედები იყო დამყარებული, იცით მათი ანტი-ჰეზბოლას პოზიციის გამო. მაგრამ რაც მათ თქვეს არის ის, რომ ჰეზბოლას განიარაღების პროცესი მოხდება დიალოგისა და კონსენსუსის გზით. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვჯდებით ჰეზბოლასთან, ვესაუბრებით ჰეზბოლას, თავაზიანად ვეკითხებით, გსურთ განიარაღება. ეს პროცესი ჩავარდა, ეს პროცესი აშკარად ჩავარდა 2006 წლიდან 2023 წლამდე. და ეს პროცესი ასევე აშკარად ჩავარდა 2024 წლის 27 ნოემბრიდან 2026 წლის 2 მარტამდე. ესე რომ, როცა ელჩ ლაითერს მივმართავ, ვფიქრობ, რომ თქვენ ერთსა და იმავე ადამიანს არ ესაუბრებით, რადგან იმ მეორე ადამიანის მიზნები ასებითად განსხვავდება თქვენი მიზნებისგან. მართალია, იცით, მინდა მაიორ ხალილთან გადავიდე, რომ მოვისმინოთ თქვენი აზრი ამ საკითხზე. თქვენ მსახურობდით ამ უსაფრთხოების ზონაში. ისრაელი უკან იხევს ორი ტერიტორიიდან, რომლებიც მისი თქმით სამხედრო თვალსაზრისით არ სჭირდება, მაგრამ თავდაპირველ ბუფერულ ზონას მტკიცედ დაიკავებს მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. აქვს ამას აზრი თუ ისრაელი თმობს რამეს, რაც აქ მნიშვნელოვანია. და საბოლოოდ, თქვენი აზრით, ეს შეთანხმება საკმარისია იმისთვის, რომ ირანმა იფიქროს, თითქოს შეთანხმება მართლაც დაეხმარება მის ურთიერთობებს აშშ-თან, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებში. პირველ რიგში ამ შეთანხმებაში, როგორც მე ვხედავ, ძალიან ლამაზი სიტყვებია. იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯ განხორციელდება ისე, როგორც ხელმოწერილია, თუმცა მე მეპაღება ეჩვიო, ეს ასე იქნება. მე ვფიქრობ, რომ ლიბანის ოფიციალური პირები ნამდვილად სურთ, რომ ჰეზბოლამ განაიარაღოს თავი, მაგრამ მათ ამის განხორციელება და თავიანთი დაპირებების შესრულება
არ შეუძლიათ. ჩვენ უკვე ვნახეთ ეს 2006 წლიდან მეორე ლიბანის ომის შემდეგ, როცა ჰქონდა გაეროს რეზოლუცია 1701 და ლიბანის შეიარაღებული ძალებისა და გაეროს დროებითი ძალების მეთვალყურეობის ქვეშ. ფაქტობრივად ჰეზბოლა ძლიერდებოდა, იარაღდებოდა ჩვენს საზღვარზე, მათ მოჰყავდათ თავიანთი მებრძოლები ისრაელისა და ლიბანის საზღვრის წინა ხაზზე. ლიბანის არმიისა და იუნიფილის მხრიდან რეალური წინააღმდეგობის გარეშე. ამიტომ მე მეპარება ეჭვი, რომ ეს ისევ იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ეს ცენტრალური სადლობის დაკვირვების ქვეშაა და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თუ ეს არ იმუშავებს, ჩვენ სამხრეთ ლიბანიდან არ გამოვიყვანთ ჯარს. აი ეს ნიშნავს ამას. ეს ნიშნავს, რომ ლიბანის არმიამ ეხლა ოფიციალური შეთანხმებით უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ რეალურად არ გავაკეთებთ ამას. სწორია. არ გამოვიკვანთ. და მე რეალურად კითხე ისრაელის არმიას, თუ ეს არ იმუშავებს და ომი განახლდება ჰეზბოლას მხრიდან, ჩვენ უნდა დავიკავოთ მთიან ლიბანამდე, გიბეონის რაიონამდე და რეალურად გავჭრათ ჰეზბოლას აღმოსავლეთი მხარე დასავლეთის. და ეს არის ორი საყრდენი პუნქტი, რომ შევძლოთ მისი კონტროლი და მომავალში უკეთ ვებრძოლოთ. მინდა ისევ შენ მოგიბრუნდე დავით ამ საკითხზე. ცხადია, ჩვენ უკვე ვხედავთ ჰეზბოლას წარმომადგენელს პარლამენტში, რომელიც ამბობს, რომ ლიბანის ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ შეთანხმების შესრულებას სამოქალაქო ომის დაწესების გარეშე. ულისხმობ ეს არც კი ეხება იმ საკითხს, შეჯეძლებენ თუ არა ისინი რეალურად იმას, რასაც ამბობენ, რომ სურთ ჰეზბოლას განიარაღებას. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ყველაფრის პოლიტიკურ მხარეზე. თუ ლიბანში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ჯგუფი არ დაემორჩილება, რა ღირებულება აქვს ამ ჩარჩოს რეალურად? და შემდეგ, რა თქმა უნდა, ირანსა და მის მოთხოვნებს რომ დაუბრუნდეთ იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება აქ, როგორ ფიქრობთ, ისინი მიიღებენ ამ შეთანხმებას? ამიტომ ფიქრობ, ირანი მიიღებს ამ შეთანხმებას. დიახ. კარგი, ასე რომ აქ ორი კითხვა მაქვს. ვფიქრობ, ამ შეთანხმების ღირებულება საბოლოოდ დამოკიდებული იქნება შეერთებულ შტატებზე და იმაზე, უფრო მეტად გვინდა თუ არა ჰეზბოლას დაშლა, ვიდრე ირანთან ცეცხლის შეწყვეტა თითქმის ნებისმიერ პირობებში. ასე რომ საპილოტე ზონების შემთხვევაში მე შადის სკეპტიციზმს ვეთანხმები. ჩვენ წლების განმავლობაში ხედავდით, როგორ აჩვენებდა ლიბანი ჰეზბოლას წინააღმდეგ უმოქმედობას. ჩვენ ვიცით ის ფაქტორები, რომლებმაც ეს უმოქმედობა განაპირობა. ეხლა აჩვენებთ კადრებს, სადაც ჰეზბოლას მხარდამჭერები ქუჩებში არეულობას აწყობენ. ამიტომ უნდა გავიგოთ, რომ ჰეზბოლას ძალა ლიბანში მხოლოდ იარაღიდან არ მოდის. ის მოდის ქუჩაში მყოფი ხალხისგან, შიიტების დაახლოებით. ეხლა ამ შეთანხმების წარმატება ისევ დამოკიდებული იქნება იმაზე, მისცემენ თუ არა ისრაელის თავდაცვის ძალებს უფლებას რეალურად მურად მონიშნონ, რომ ლიბანის არმიამ განაიარაღა ჰეზბოლა. თუ ჩვენი, როგორც შეერთებული შტატების სურვილია ჰეზბოლას დაშლაზე მეტად ირანთან შეთანხმება, მაშინ შემიძლია ვნახო, რომ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ფორმალური დაშლა, ამ შეთანხმების ფორმალური შესრულება, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც საბაბი ისრაელის შემდგომი გასვლისთვის, რათა მასზე ზეწოლა მოახდინონ და აიძულონ კიდევ უფრო უკან დაიხიოს. ბადაზე ადრე იტყვიან, ნახეთ, ლიბანის არმიამ თავისი საქმე გააკეთა, აღარ არის საჭირო რომ აქ დარჩეთ. გთხოვთ დატოვეთ ტერიტორია. გთხოვთ გააგზავნოთ. იცით, პილოტური ზონების გაფართოება საბოლოო გასვლამდე და შემდეგ ნახეთ, ჰეზბოლას ასჭირდება ომის თავიდან დაწყება. მე არ ვფიქრობ, რომ ეხლა ამის სურვილი აქვთ. მათ უბრალოდ სურთ სიმშვიდე, რომ ძალები აღიდგინონ. რაც თუ მკითხავთ, უფრო დიდი საფრთხეა ისრაელისთვის. თუ ჰეზბოლა ქმნის ხელოვნურ სიმშვიდეს ძალების აღსადგენად. ეხლა რაც შეეხება ირანს, ირანი ამ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ის ჰეზბოლას დაშლას გამოიწვევს. ირანის მიერ ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის დაკავშირება აშშ-ში ირანის ცეცხლის შეწყვეტასთან არ იყო, იმიტომ რომ მათ ლიბანი აინტერესებთ. ეს არ არის იმიტომ, როგორც ზოგიერთმა სცადა დაემტკიცებინა, რომ ირანი ცდილობს ჰეზბოლას შეაჩეროს, რათა შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მიაღწიოს. სწორედ პირიქითაა, ისინი ცდილობენ გამოიყენონ შეერთებული შტატების სურვილი ირანთან შეთანხმების მიღწევის მიმართ, რათა გადაარჩინონ ჰეზბოლა, რომელიც მათი ყველაზე ძვირფასი აქტივია. ამიტომ, თუ არსებობს რაიმე შანსი, რომ ეს შეთანხმება შეიძლება ჰეზბოლას დასუსტებას ან განიარაღებას გამოიწვევს, მუდმივად, ირანი მას არასდროს მოაწერს ხელს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ორივეს ჩვენთან შემოერთებისთვის. ეხლა უნდა გადავიდეთ ჩვენს შემდეგ ამბავზე. ვფიქრობ, კიდევ ბევრი კითხვა რჩება იმის შესახებ, თუ რას დააკანონებს საბოლოოდ ეს შეთანხმება. და ყველა ველოდებით, როგორ უპასუხებს რეალურად ისლამური რესპუბლიკა. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. მადლობა მოწვევისთვის.
ეხლა ომმა ყველაფერი შეცვალა ამ რეგიონში და ალბათ ყველაზე დრამატულად ის თუ როგორ უყურებენ ზოგიერთი არაბული ქვეყანა ისრაელს, ასრაელსა და ირანს.